ვიბრძოდით სიცივეში, სიცხეში, გონიოს მაგისტრალზე, მთავრობის სახლთან და მივახციეთ იმდენს, შეიქმნა სპეციალური კომისია, რომლის მოადგილე მეც გახდით და ამ კომისიამ მისცა შესაძლებლობა, ვისაც ადრე ჩამორთმეული მოგესალმებით, დაკმელების ნავია, ჩვენი რაჭის მთავრობის სახლის წინ ეს გრიბოიდოვის ქუჩა. პროცესი დაიწყო. დღეს რამდენიმე სოციალური ჯგუფი მათ არიან. ნაგავსაყრელთა ნახოს ცხოვრები, ოჯახები და ასევე ადამიანები, რომლებიც დღემდე ვერ მოახერხეს მიწების არეგისტრირება გონიოში. ისინი მართავენ საპროტესტო აქციას აჭარის მთავრობის სახლის წინ. ახლა ჟღერდება აქციის მონაწილეების მოთხოვნები და შეგვიძლია მოვისმინოთ თამაზ ბაკურიძეს, რომელიც გახდა ორგანიზაციის ადამიანის უფლებების ხელმძღვანელი და ამ აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი. ვერ დაგიბრუნებთ, მაგრამ პროცესია იქნება გაწირვადობადი, ანუ თვეში რამოდენიმე ადამიანს, მეორე თვეში რამოდენიმეს, მაგრამ გავიდა მრავალი თვე და ერთ-ერთმა ოჯახმაც ვერ დაიბრუნა მიწა. ამიტომ გადაწყვიტეთ დღეს რამოდენიმე ოჯახმა მოსულიყვნენ პროტესტის ნიშნად და ეთქვათ მინისტრისთვის, რომ დაპირებული შეასრულოს. აქ არავინ არ ითხოვს ისეთ რამეს, რომელიც ამ ხალხს არ ეკუთვნის. ეს არის მათი მამაპაპისეული მიწა, ეს არის ის მიწა, რომელიც სისხლით მოიპოვა მათმა წინაპრებმა და ისინი დღეს ვალდებული არიან, რომ მომავალ თაობას მათი წინაპრების მიერ დატოვებული მიწა დაუტოვოთ, რათა შემდგომში მათმა შთამომავლობამ არ უთხრან სირცხვილი თქვენ, რომ მამაპაპისეული მიწა ვერ დაიბრუნდეთ და თქვენი საკუთრება ვერ დაიბრუნდეთ ისეთ წადით ამ ქვეყნიდანო. მე იმედს ვიტოვებ, რომ ეს სამართლიანობა ამ კუთხით დაბრუნდება, დაჩქარდება და ეს კიდევ არ მიიღებს მასშტაბურ საპროტესტო აქციების ფორმას და შესაძლებელია ეხლა ჩვენ ვისაუბრეთ შემდეგი პროტესტი გონიოს მაგისტრალზეც მოხდეს. ეს იმიტომ ვამბობ ამას წინასწარ, რომ მე არ თქვას, რომ ბაგურიძე მივიდა და ამბობდა ხალხი აგერ ითქვა ახლა რამოდენიმე წუთის წინ, რომ ბრძოლას იწყებენ დღეიდან და ამ ბრძოლას გააგრძელებენ მანამ, სანამ არ იქნება საბოლოოდ სამართლიანობა მათ მიმართ აღდგენილი. ეთანხმებით ხო ამას? ესე იქნება ეს, რაც შეეხება გონიოს. რაც შეეხება მარცხნივ კიდე დაუბრუნდებით ნაგავსაყრელის პრობლემა ცოტა რთულია, ვინაიდან ეხლა ერთბაშად შესაძლებელია სახელმწიფომ 20 ბინა ვერ ნახოს, თუმცა ბინები იმდენი აქვს ფინანსთა სამინისტროს გამოკეტილი. მე გულისხმობ იმ ბინებს აი სახელმწიფო ტერიტორიაზე აშენებულ კორპუსებს, სადაც 10 და 15% სახელმწიფოს საკუთრება და წესით უნდა მისცეს ისეთ ოჯახებს, რომლებიც გადაშენიანებას ექვემდებარება, რომლებსაც არ გააჩნია საცხოვრებელი პარტი, ასეთი ოჯახები აუცილებლად უნდა დაკმაყოფილდეს. მაგრამ რა გეგმა აქვს ეხლა ფინანსთა სამინისტროს და უშუალო მინისტრს, ეს მხოლოდ მანიცის, იმიტომ რომ მას თავში რა აზრი უტრიალებს, ჩვენ საიდან გავიგოთ და ჩვენ ეხლა მკითხავები არა ვალთ, რომ ვიმკითხავოთ აქ, რომ ასე იფიქრებსო. ამ შემთხვევაშიც ჩვენ ავიღეთ პასუხი. მე მინდა კიდევ მედია საშუალებებს განსაკუთრებული მადლობა, იმიტომ რომ ნაგავსაყრელის თემა ძალიან აქტუალური გახდა, უბრალოდ ძალიან კარგად გაშუქდა და ხელისუფლება დაფაცურდა. მივიდნენ საჭმელები მიუტანეს, რაღაც დახმარებები მიუტანეს და ამ ხალხმა უთხრა, ჩვენ მათხოვრები კი არა ვალთ, რომ ეხლა საჭმური მოგვიტანე და რაღაცა ჩვენ რაც ჭირდება თავარი მიუბრუნდეს ყველაფერი უკან არ აიღეს, არც ერთჯერადი ფულადი დახმარება არ აიღეს. აი რას ნიშნავს ღირსება ხალხო? აი ხალხი როგორ პირობებში ცხოვრობენ და როცა გაშუქდა, მერე მივიდა ხელისუფლება არიკა საჭმელი ფულიო, მაგრამ არ გაიყიდენ, არ დავიდენ ამ დონეზე და უთხრა, ჩვენ ეს არაფერი არ გვჭირდება, ჩვენ მხოლოდ ერთი რა გვჭირდება, რომ აქ ჩვენი ცხოვრება არის ყოველდღიურად ტოლფასი მოწამვლის და ასევე მათი ცხოვრება არის არადამიანური მოპყრობის ტოლფასი და ხელისუფლება იმიტომაა ხელისუფლება, რომ ვალდებულია კონსტიტუციურად დაიცვას თითოეული მოქალაქის უფლება და უზრუნველყოს საცხოვრისი პირობები და ამ კონსტიტუციური უფლების შესრულებას ითხოვს ეს ადამიანი, მეც არაფერს. და ვნახოთ როგორ დამთავრდება ჯანდაცვის სამინისტროში მზად არიან ნაგავსაყრელის პრობლემაზე რომ შეხვდნენ, ფინანსთა მინისტრი ადგილზე არ ყოფილა, მაგრამ დაველოდებით. გაჟღერდა აქციის მონაწილეების მოთხოვნები, თამაზ ბაკურიძე საუბრობდა, ის ორგანიზაციის ადამიანის უფლებებისათვის ხელმძღვანელია და ამ აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი. მოგესალმებით, რომ გაგესაუბროთ შეიძლება. თქვენ ცხოვრობთ ნაგავსაყრელთან ახლოს, ხო?
რამდენი წელია რაც იქ ცხოვრობ თქვენ პირადად? 15 წელია იქ მოგონილი. ეს თქვენი საკუთრება არ არის. მიწა როგორც მე ვიცი თავრობისა, მაგრამ როგორც მე მიწარგებ. თქვენ სარგებლობთ. ან თქვენ გამოდის რომ თვითნებურად სარგებლობთ ამ ტერიტორიით, ხო? რატო მოგიხდათ იქ შესვლა და ცხოვრების დაწყება? იმიტომ რომ დასასველი არ მქონდა ჩემი საცხოვრებელი სადაც მე სტამბოლში ვცხოვრობ. ძალიან გავსაზრდელ მდგომარეობაში რომ მეწყე საშიში ზონაა და ეძულებული გავხდი რომ მოსულიყო და თუ მეწყე საშიში ზონაა, გამოდის რომ თქვენ ეკომიგრანტი ხართ და გეკუთვნოდათ ხო სხვა ტიპის პროგრამებში მონაწილეობა, მათ შორის ბინით უზრუნველყოფა. ანუ ვერ მოხერხდა თქვენი ბინით აქ მოყოფილება? მე მინდა და ისე ვერ გააკეთეს. დაპირება არის, მაგრამ შესრულება არ არის. არსებობს გეოლოგის დასკვნა, რომ იმ ადგილას, სადაც თქვენ ცხოვრობთ, ქობულეთში არის ეკოლოგიურად საშიში? ეხლაც ველოდე პასუხს ალბათ ეუღა და კომისია შეამოწმოს. გეოლოგები და ინჟინერები ერთად და პასუხს მომცემენ არ ვიცი. მე ფიქრობ რომ ცხოვრება შეუძლებელია და ნახოთ რას გადაწყვეტავს. თქვენ რამდენი სული ცხოვრობთ უკვე აქ ნაგავსახელთან ახლოს? 6 სული, ხო? და ცირეწლოვნებიც ყავთ ასევე? 3 შვილი ყავს ცირეწლოვანი. ისინი დადიან სკოლაში? სკოლაში ვარ მე 13 სკოლაში. თქვენ მუშაობთ სადმე? თვითონ ნაგასაკრაზე მუშაობ როცა ოჯახი სოჩვილი ამჟამად ძგა სკოლა დაიწყო. ნაკირეებში ყავს იძულებული ვარ რომ ვერ ვახერხები თვითონ სკოლაში. ანუ აქედან რთულია რომ სკოლაში ატაროთ ბავშვები, ხო? განმეყრებული ადგილია და ყველანაირად. და თქვენ მარტო ცხოვრობთ ნაგავსახელის ტერიტორიაზე? და თქვენ მუშაობთ ახლა სადმე? მუშაობ მე ვახლავარ ან ვეტერანი სამხედრო. ანუ ვეტერანი რატო? რაში მონაწილეობთ? 2008 წელს მას რომელი კანონმდებლობა და მხოლოდ $2 პენსიას მეტყავს. ანუ ომის მონაწილე იყავით 2008 წლის აგვისტოს ომის. მეორე დავე, მეორე ვარკვია, მაგრამ პენსია ჯერჯერობით კიდევ ვერ მივიღე. საბუთეზე ყველაფერი მოხდა. ეს თქვენი ტელეფონი გავს? გათიშეთ არავიშობს და მე უპასუხოთ, ხო? და აგვისტოს ომის შემდეგ რამდენი დახმარებას იღებთ? რა დახმარებას იღებთ იმის გამო რომ ომის მონაწილე? გვერდები დაზიანებები მიიღეთ ამ ომში? დაზიანებები მივიღე, ძალიან დაზიანებები მივიღე, მაქვს ლენტა ამოღებული, თავის ტიმის დახოვილი ტრაუმა მაქვს, ეს ყველაფერი სამხედრო მოვალეობის დროს საბუთეზე მაქვს, მაგრამ პენსია ჯერჯერობით ვერ აჰა. და თქვენ ახლა ვითხოვთ რომ უშუალოდ ეს სახლი, სადაც ახლა თქვენ ცხოვრობთ ნაგავსახელთან ახლოს, ეს გადმოგცემ საკუთრებაში თუ სხვა ნებისმიერი საკუთრება შეიძლება მიიღოს? გამოიყო სპეციალური კომისია, რომელიც რომ გადაწყვეტავს ან დამაკმაყოფილებელ ფართით. მუნიციპალიტეტმა ამდა თუ რამე შემოსავალი რამე არ აქტიურობას, მაშინ დაგმაყოფილოს იმიწევი რაც ჩვენ გვაქვს და თვითონ ჩვენი სახელი რაღაცას დაგმაყოფილება ალბათ დავროდა და ავაშინებ იმას რომ წას მოგვიყვანს, დესმოგვიყვანს და შეძლებს ცხოვრებას. ეხლა სადაც ცხოვრობ და არის შემოყვანილი წყალი და ელექტროენერგია არის ამ სახლებში? ვარ ნასოსი გაკეთებული, მიწაში დასული და იმის ვარგებლობ, რომელიც რომ ჯერ კიდევ კარგად გასაკეთებელი, როგორც ფიქრობ ისე არის. სინათლეც ყავს, მაგრამ ოფიციალურად მოყოლილი არ არის ერთი ოჯახი არის, თუნდაც მოსკოვს მოყოლილი და ისე ვარგებლობ. თქვენ მეუღლე და შვილები ნაკირევებში ცხოვრობთ როგორც აღნიშნეთ, ხო? ამ ნაკირის ფულს როგორ იხდით? ძალიან ცუდი პირობებში არ ვიცი. ზოგს ძალიან 150 ლარში ვიყიდავდი, ძალიან მიწის არ ვიცი მუშაობა. სოციალურ დახმარებას იღებ? სოციალურ დახმარებას ვებოდი. და აი ალბათ მაგით საკითხებრივ ცოტას მე მუშაობდი და არის ასე განსხვავებული პირობებში. ან თქვენ ამბობთ რომ ამ ტერიტორიიდან რეალურად სკოლა არის დაშორებული დიდი მანძილი? ტრანსპორტი არაფერი დადის, თქვა იქიდან რომ მიიღო. 3 კილომეტრია ტრასაზე უნდა ამოხვიდე და ბრაუგასთან და იქიდან მე კიდე ხარჯებთან მოდის. მგზავრობის ფული ეს ფული გადასახადი. რამდენი ოჯახი ცხოვრობს ახლა ნაგავსახელის მიმდებარე? რა არის თქვენი ცნობილი იმ კუთხით რომ როგორც ცნობილი ახალი ნაგავსახელი ეწყობა ჩაქვში და იქ იქნება ახალი ნაგავსახელი და ეს უნდა დაიხუროს, ხო, რაც ახლა მოქმედი ნაგავსახელია. და ამ ოჯახებს რომლებიც იქვე ახლო ცხოვრობთ, რა ბედი გელდება თქვენან, ამაზე რა ინფორმაცია გაქვთ? არაფერი არ ვიცი, მაგას ვარკვევ ჩვენ ცოტა და მაქვს. ან თავრობაზე კომუნიკაციის დროს თქვენ რამე ინფორმაცია არ მიგიღიათ, ხო, რა შეიძლება მოხდეს ამ კუთხით? სანამ ეს საქმე არ დავიწყო, მანამდე ყურადღება არავის არ მოგცემდა. იყავით ყურადღება თქვენ. კარგი, თქვენი სახელდაგვარი? ჩემალი ბერეც. მადლობა. მე არავის არ გამოგიძე. საპროტესტო აქცია გრძელდება, აქციის მონაწილეები ითხოვენ ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებთან, ასევე ეკონომიკის მინისტრთან შეხვედრას.
ჯერ უცნობია გაიმართება თუ არა რაიმე სახის შეხვედრა. მოგესალმებით, თქვენს ნაგავსაყრელთან ახლოს ცხოვრობთ. მაინტერესებს არის თუ არა რამე ცნობილი, როცა უნდა მოეწყოს ახალი ნაგავსაყრელი უკვე ჩაქვში და ეს არსებული დაიხუროს. ეს სახლები, სადაც უკვე ადამიანები ცხოვრობენ, მათ შორის თქვენი ოჯახიც, რა გელოდებათ თქვენ? რა ინფორმაცია გაქვთ მთავრობისგან ამის შეიძლება არაფერი ახლა ველოდებით პასუხს. ეხლა რა პასუხს ვისგან ველოდებით პასუხს? ანუ შესულია თქვენი წარმომადგენელი მთავრობაში? ბულდოზერებით გადაგიდა. თქვენ იყავით მთავრობაში შესული? და რა ინფორმაცია გამოიტანეთ? ვერაფერი ასე რომ ვთქვათ, მაგას ვერ ვის შეხვდით თქვენ? ბატონო რამაზ ინჯალაძე შევხვდი. ჯანაცუს მინისტრის მოადგილეს. დიახ. და თქვენ ხართ ერთ-ერთი ადამიანი, ვინც ცხოვრობს ნაგავსაყრელთან ახლოს და შეხვედით დღეს შეხვედრაზე, ხო? ბატონო, ჩვენ ვარ ჯანდაცვა, ჩვენო გვეხებაო ანუ ეკომიგრანტების საკითხიო, ჩვენ შუამდგომლობთ სხვადასხვა ორგანიზაციებთან, სამინისტროებთან და იყო მზაობა იყო რომ დაწერეთ განცხადებებიო და თუ კი რამე გჭირდება თო წყალი იქნება თუ რაც იქნება მზად ვარ გიშვამდგომლად მერიასთან და სხვადასხვა იმასთანო და დანარჩენი ჯერ არაფერი ისეთი არ ყოფილა ჩემთვის საინტერესო და ამ ხალხისთვის საინტერესო მე ხა აქედან დავაფიქსირებ პირდაპირ ჩემს ჯობია რომ იქნას გამოყოფილი კომისია, სადაც იქნებიან არასამთავრობო წითელი ჯვრის ორგანიზაციაც იქნება, იმიტომ ეს საკითხი შეიძლება ევროპაში ამოყოს ყველაზე თავი. აუცილებლად ამოყობს თავს და რო არ იყოს გაურკვევლობა, ჯობია რომ ეს საქმე მოგვარდეს წითელი ჯვრის პატრონაჟით და ჩვენიდან იქნება 3-4 ადამიანი გამოყოფილი, მათიდანაც გამოყონ რამდენიც უნდათ, ადგილზე მობრძანდონ, გავაცნობთ პრობლემებს, ყველა პიროვნებას გავაცნობთ, იმიტომ რომ ძალიან სპეციფიკური და სენსიტივური. ანუ კომისიამ რაზე უნდა იმუშაოს? იმუშაოს იმაზე, რომ გამოარკვიოს თქვენი სოციალური საჭიროებები და პრობლემები თუ იმაზე, რომ თქვენ საკუთრება გერგებათ თუ არ გერგებათ ეს რო ყოველი ადამიანის პრობლემა, ადამიანი რო ასეთ ყველაზე დაბალ სამუშაოზე წავა, წარმოიდგინეთ იმას რა მდგომარეობა აქვს ოჯახში. ხა სამი შვილი რო ადამიანს ეთქვის, რომ არის ხა მამამ შია და მაჭამეო და ის ვერ მოიპარავს, იმიტომ ციხეში ჩასვამე. გინდა არ გინდა, წავა და ყველანაირ სამუშაოში ასრულებს ამ პანდემიის პირობებში, რომ საკუთარ შვილებს პური მიუტანოს. ეხლა თქვენ რაზე მუშაობთ? ადამიანები ვინც ცხოვრობს ნაგავსაყრელთან ახლოს, რა არის თქვენი შემოსავალი, ძირითადი წყარო? მე ახლა არ მუშაობ სიმართლე რო გითხრათ, იმიტომ რომ არ შემიძლია ფიზიკურად. რით ირჩენთ თავს თქვენ პირადად? მშობლების პენსიაზე ვარ დამოკიდებული, მაგრამ სხვები ხომ მუშაობენ, კაცო და იქიდან ირჩენენ თავს. ამიტომ უნდა იქნას მიღებული სასწრაფო ზომები. უნდა იქნას გამოყოფილი კომისია წითელი ჯვრის ორგანიზაციისთან დასწრებით და არასამთავრობოებთან დასწრებით, რომ ჩვენი პირობები მოისმინონ იმათ. რამდენი ოჯახია, მათ შორის ეკომიგრანტი, ვინც ცხოვრობს ამ ტერიტორიაზე? თუ 2 თუ 3 ზუსტად არ მახსოვს. და სულ არის 22 ოჯახი, ხო? ვართ 21 ან 22. ჯობია რომ თვითონ გამოვიდნენ და თვითონ ერთ-ერთზე ნახონ ყველა, იმიტომ რომ ყველა არ გამოდის. თქვენ რატომ შესახდით ამ ტერიტორიაზე, სადაც ახლა ცხოვრობთ? მაშინ ძალიან მიჭირდა 2009 წელი იყო, მოგეხსენებათ, იყო მქონდა კრიზისი და იძულებული გავხდი იქ მუშაობდი და დავსახლდი. ანუ სიღარიბის გამო შეხვედით. მაგრამ მე ეს იყო აშენებული რაიმე შენობა თუ თქვენ ააშენეთ? თვითონ გავაკეთე. ზოგმა პრეზიდენტით გააკეთა ზოგმა რაღაცით და ესე გაჩნდა ეს დასახლება, თორემ მაგ იყო მინდორი უბრალოდ და რატომ ფიქრობთ ეხლა რომ სამართლიანია ამის საკუთრებაში გადაცემა, ხო? იმიტომ რომ ასე შეიძლება ძალიან ბევრი ადამიანი გამოჩნდეს ამ ქვეყანაში და ყველგან ვინც იტყვის რომ მე მიჭირს სიღარიბე მაქვს და ამიტომ დავიკავეთ უცნებურად ადგილი, უკანონოდ დავაშენე, არავის არ შეუთანხმდი და ეხლა მოდი გადმომეცი ეს ყველაფერი საკუთრებაში. რატომ არის ეს სამართლიანი? ეს საზოგადოება საერთოდ არ ითხოვს იმ ადგილს, იმიტომ რომ არ ჭირდება. მე არ ჭირდება ეს ადგილი. ეს სახელმწიფოს ტერიტორია. ჩვენ უბრალოდ ვითხოვთ თავს შესაფერს. მე მჭირდება ეს ადგილი. თავს შესაფერს ვითხოვთ უბრალოდ მეტარაფერს. დაასრულოს და შემდეგ აუცილებლად გაგესაუბრებ. ეს ადგილი იყო ჩემთვის უსაფრთხო საცხოვრებელი, სადაც მეწყერი არ წამირებდა. ანუ ერთ დილას არ აღმოვაჩენდი რომ მიწის ქვეშ ვიყავ. დაგჭირეთ. ამიტომ
ჩვენ ის კი არ გვინდა, ჩვენ ამ ქვეყნის მოქალაქეები ვართ და გვჭირდება ღირსეული პირობები. ანუ ღირსეული პირობები. ხვდებით რას ვამბობ? აქ ბულინგიც იქნება, სხვადასხვა რაღაცები იქნება ამ ხალხზე, ამათ შვილები ყავთ კიდე და ეს რომ იქნას თავიდან აცილებული ევროპული ან თქვენ ითხოვთ რომ გადმოგეცეთ საკუთრებაში ეს ადგილები, სადაც ახლა ცხოვრობს, თუ მოითხოვთ სხვა ტერიტორიას გადმოგეცეთ? ჩვენ ადგილი, ჩვენ გვჭირდება ნორმალური საცხოვრებელი ფართები. რომ ვიშრომოთ ჩვენ. და მაგას გეკითხებით, რატომ ფიქრობთ რომ ეს მოთხოვნა არის სამართლიანი? მე მესმის რომ სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს ყველა მოქალაქე ღირსეული საცხოვრებელი პირობებით, მაგრამ როგორ ფიქრობთ და სახელმწიფო ამბობს რომ მე ვერ უზრუნველყოფ ყველა მოქალაქეს, რომელსაც უჭირს ბინებით, იმიტომ რომ მე არ ვარ მდიდარი ქვეყანა. და რატო ფიქრობთ რომ ასე თვითნებურად დაკავება ტერიტორიის არის უკვე იმის საფუძველი, რომ შემდეგ გადმოგეცეთ საკუთრებაში თქვენ კონკრეტული საცხოვრებელი ადგილი? როცა მოქალაქეს თქვენ არბენინებთ 2005 წლიდან 2010 წლიდან და ის მოქალაქეს შენ ვერ შთავაზობ სახელმწიფო უსაფრთხო გარემოს, ხო? ის ადამიანი თვითონ იწყებს თავის თავზე ზრუნვას, როგორც მოახერხებს. ამიტომ სახელმწიფო ვალდებულია რომ კონსტიტუციურად მისცეს ადამიანს ის რაც ადამიანს სჭირდება ნორმალურად არსებობის. მგონი ნორმალური სახელმწიფო მოიქცეოდა ძალიან სწორედ. ეხლა არ ვარ ჩალით დახურული ხალხი და ასე თუ ისე სხვადასხვა ქვეყნებთან მიგვიწდება ისა რა ქვია ხელი და ვხედავთ რომ იქ რა პირობებს უქმნიან. ჩემი ერთი შვეიცარიელი მეგობარი ამბობდა მე მაქვს შემოსავალი, მაგრამ ეს არ მყოფნის სახელმწიფოს უნდა ვთხოვო 700 ფრანკი გამომიყოს კიდო რომ ვიარსებო. ანუ მაჩუქოს რაღაც პერიოდით. ნუ ასე მართალია ეს ახლა ჩვენ თქვენ რა ინფორმაცია მიიღეთ რამაზი ჭარაძიდან? შეიქმნება რაიმე ტიპის კომისია, დაიწყება რაიმე ბატონი რამაზი ყველანაირად გვერდით ცდილობს რომ დაგვიდგეს, ძალიან ამოგვიდგეს გვერდზე, რჩევებს გვაძლევს მისგან გამომდინარე ვფიქრობ რომ ძალიან კარგს დასასარგებლოს, ეხლა მათ რაც შეეხება და რაც შეუძლიათ, ცდილობს რომ მაქსიმალურად აღმოფხვრას ეს პრობლემა. მაგრამ მას არა აქვს უმაღლესი ბერკეტები ხელში, ამიტომ საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება იქნება თუ აჭარის მთავრობა, უნდა გამოყოს კომისია და ეს საკითხი უნდა გავიგეთ ეს მოთხოვნა. არ თუ არა ცნობილი უკვე რა ელოდება თქვენს ოჯახებს, რას უპირებს ზოგადად მთავრობა ამ ოჯახებს. იმიტომ რომ ცნობილია რომ ახალი ნაგავსაყრელი უკვე მოეწყო ჩაქვში და არსებული ნაგავსაყრელი უნდა დაიხუროს, ხო? და რა ხდება ამ დროს ვინც იქ ცხოვრობს ახლა? უბრალოდ ეს ამდენი ხალხი აღმოჩნდება შიმშილის ზღვარზე ოჯახები. ეს ხალხი ხვალ აღმოჩნდება ციხეში და ამით დამთავრდება ყველაფერი. ამ ხალხს უნდა გარანტია რომ ეკნება ღირსეული შემოსავალი, იმიტომ რომ ყველა ადამიანს განათლება არ აქვს, ყველას ჯანმრთელობა არ აქვს, ზოგი პენსიას იღებს, ზოგი სოციალურობას და ალბათ ხდები რართულ სიტუაციას აღმოჩნდები. გარანტია არ აქვს იმის რომ სადმე დაიწყებს ეს ხალხი სამსახურს. კარგი, მადლობა. თქვენი სახელი და გვარი? კარგი, მადლობა. იმიტომ რომ მე ხალხის ძირფესვი ამ პრობლემას. კარგი, ლაივში ვარ და სხვების მოსაზრებებს მინდა რომ მოვისმინო. ხაბატონო, თქვენც რო გითხრათ ორი ოდე სიტყვით, თქვენი მთავარი მოთხოვნა, თქვენ რამდენი წელია ცხოვრობთ იმ ტერიტორიაზე, ნაგავსაყრელთან ახლოს? 20 წელია. ვისთან ერთად ცხოვრობთ? მე ამჟამად ახლა იქ მარტო ვარ და ბავშვებს ხმოერ გავიყვან, იქ ამყავს დიაბეტიანი დაავადებული ბავშვი. ისინი სად არიან? ისინი ქირით ხტოყვანი. ქირის. შიდას რამდენიც იყო? 200 ლარს ვიხდი. იმ 200 ლარს რომ გადახდა უნდა, იმ 200 ლარს გადავიხდი იქაც, სადაც ხარომე სოციალური სახლი შენდება. მაიც ვიცი რომ შემჩება და არ ვიქნები ქირით და შემჩება ბოლოს. ან თქვენ ციცხოთ იაფსაღში რო შეხვიდეთ? კი ბატონო, რა მოხდება მე მაგით რომ ხალხს დაეხმარო. ქირაში არ იხადოს ხალხმა ის პული. თქვენი შემოსავალი რა არის დღეს? არაფერი, სოციალური მარტო. და სოციალური არ მქონდა სახარინი, რომ ბავშვზე ჩაიდემელევინები და გამეშო. დიაბეტური შაქარი არ მქონდა რომ ბაღანას ჩაიდემელევინებ და სულ სოციალური შემწეობით იხდით ბინის ქირას? კი ბატონო და არ მჩება ერთი თეთრი უკან. რითი არსებობთ, რითი იკვებებით? სოციალური სასადილო ხო გვაქვს ჩვენ? კი. იქ ახლა დაკეტილია და იქიდან ვზიდავ პროდუქტს, სოციალური სასადილო და არ ხარ დაკეტილი. კარგი. კიდევ არ იქით. იქეთ სად? დაგავსაყრელზე. ჯართუ ამინდები იქნება და კაი ამინდები იქნება და იგი გავდივარ და მუშაობ რა მქნაბა. ანუ ეძებთ რა იმეს ნაგავსაყრელზე შემდეგ კედით ანუ რკინის ნაკეთობა რაც არის, ხო? კი. რამდენი ადამიანი მუშაობს ასე ой მე ვერ დათვლი. ანუ სხვებიც გამოდიან, ვინც არ ცხოვრობენ, მაგრამ მოდიან ნაგავსაყრელზე? კი. სათვალავში არის 80 კაცი იმ ხედვით
და ისე რომ არიან 80 კაცი მუშაობს. ახალგაზრდებსაც ცხენიან რომ გამოვიდნენ ტელევიზორში. არ აქვთ სარჩენი. არც საცხოვრებელი ფართი იჭირებენ და არიან იქა. მოგვიტანეს დახმარება და შით დახმარებაში თუ ჯანდაცვა არის და მოხედვა არის წითელ ჯვარმა. პირბადე რატო არ იყო მაშინ? ან მათი მათხოვარი არავინ არ არის. ეს ასე იყო. პირბადეს რას ლაპარაკობ ხალხო? არაფერი არ იყო. არ ვართ მათი მათხოვრები და თუ რამე შეგვეძლება და მოგხედავს, არ მოგხედავს ჩვენებურად ვიმჭელება. მარტო ის არ არის გადავა ის და გადაუყვებით, აღარ გადაუყვები პატრონობა მინდა. ჩემ ტერიტორიაზე დაჭები არ ქონდნენ და მოგხედონ. რა სიტყვა თქვენ რა უნდა გააკეთოს? ფარც ვითხოვ, რაც მეკუთვნის 2021 წლიდან დაწერილი განცხადება მოვაკითხე და გაყიდულია წევდე იმ ხელისუფლებას ერმაკოვს მოვთხოვ 20 ყეზე ვიდე? ახლა ვიბრძოლებ და ახლა თუ მეკუთვნის. ან თქვენ ითხოვთ სადაც ეხლა ცხოვრობთ ამ ადგილის საკუთრებაში გადმოცემას თუ სხვა ტერიტორიის გადმოცემას? არა, რაც იქნება საშუალება ან საკუთრება ან ბინა, ან რაც მას მეისარგებლებს. იმ მეთოდით ვითხოვ. კაპიტალოს რამეს არ ვიცი. 21 ოჯახი. იყოს თავშესაფარი. თქვენ რამდენი ადამიანი ცხოვრობთ ერთად? 3. რამდენი წელია? 20 წელია. როდის შეხვედით, რა პირობებში შეხვედით იქან? რატომ გახდა საჭირო რომ თქვენი დასახლებულიყავით? ან მანამდე სად ცხოვრობდით? მანამდე ჭანავში ძმასთან ვიყავით და წმოვედი. იმიტომ ჩემი ძმა სოციალურია, ვერ ხედავს, ინვალიდი ძმები მყავს. წამოვედი რომ იქ ყოფილიყავი, არც მიწა მქონდა, არც წყალი მქონდა. მებნევა გადავა და მე მოგხედავ, მე გადასვლას არ ვიცი, რაც ხასაჭირო ახლა მოგხედო. თუ არანდა რა, ჰადაც საჭიროა იქ წავალთ. გადავა რა, ნაგავსაყალო რომ გადავა ჩაქშიო. პასუხი გადავაო და მე მოგხედავ. ეს ვინ გითხრათ? ბატონ მარიმან, რიშვაძე. თორნიკე რიშვაძე შეხვდით? რამაზი. და რა პასუხი მოისმინეთ მაშინ აჭარის მთავრობისგან, იგივე რამაზი ჯერაძისგან, როცა გადავა ეს ნაგავსაყალი ჩაქში, ეს არსებული დაიხურება, ხო ეს არის გეგმაში. ან თქვენ რას გიპირებთ? ადამიანები რომ ბიზნესზე იქ ცხოვრობენ. ინვესტორი მოვა, გეტყვის ადექი წადი. მან გამოძრება წავა შეიძლება რა ვიცი. და მთავრობა რას გეუბნებათ ამ დროს? რა არის მათი ეს ამის სამართი გადავა და მე ინვესტორი მოგცემენ ჩვენ არ გვაქვს. ანუ ინვესტორი უზრუნველყოფსო თქვენს დაკმაყოფილებასო, ანუ ეს არის პასუხი. არც ვინ არის ჯერ. ჩვენ ჩემ ბათუმში მე დამაკმაყოფილოს და ჩემი ხალხი იქა ვინც ვარ. გაჭირვებული გადმოგხედო შეგვამოწმონ. კარგი, ეხლა რა საპირებ, როგორც ვთქვი, შეხვედრა უკვე დასრულდა, კონკრეტული ჯანდება და შეთავაზება არ არის მთავრობისგან, ხო? მაგრამ თქვენ შეთავაზეთ კომისიის შექმნა. რა საპირებთ ეხლა, როგორია თქვენი გეგმა? რას ვაპირებთ კიდე მოვითხოვთ. დავწერთ. დაწერვა არ მინდა პირდაპირ შეიძლება იმ რიჟვაძის კაბინეტთან შევდე და მე ვითხოვო რაღაცა. აჭარის ტელევიზიაზეც ვიყავით თავრობის სახლში. მოგვიტანეს სამარცხვინო პაიოკი 4 ოჯახი, რომელიც 21 ოჯახია. ჰიგიენა დაიცავეთ ჯანდაცვაო და პირვადი არა ასიტა მაიგიენა. მე სამსახელდაგვარი თენზილე ფარტენაძე. მადლობა კაპიტან თენზილე. საპროტესტო აქციის მონაწილეები ისევ ადგილზე რჩებიან, ისინი ითხოვენ შეხვედრებს ჯანდაცვის მინისტრთან, ასევე ეკონომიკის მინისტრთან, თუმცა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე შეხვდა აქციის წარმომადგენლებს. აქ არიან ასევე გონიოში მაცხოვრებელი ადამიანები. მოგესალმებით, თქვენ გონიოში ცხოვრობთ? აქ თქვენ ვინ არის, ვინც ცხოვრობს გონიოში და არის აქციის მონაწილე? ჩვენ არ ვართ. აქ არცეთი არ ვარ. აქ არცეთი არ არის, ხო? აუ, მაგრამ საქართველოს აქციო. თქვენ რა პრობლემები გაქვთ ისე ხო შეგიძლია გითხრათ? იმათზე იწერება პროტესტი სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან გვაქვს. საინტერესოა ისე ეგრეთ როგორ მარტივად მოახერხეთ შევსება ამ ფორმების. ახლა მაგა განათლებული კაცი უნდა რა. ხო და თქვენი დამოუკიდებლად მოახერხეთ ლაივში ვართ ბათუმელების, მაგრამ მგონი არ არის პრობლემა, საინტერესოა ეს ნაწილიც, ანუ როგორ ავსებენ სოფელ ცხოვრობი ადამიანები იმ პროექტებს, რომელიც არის სოფლის განვითარებაზე ორიენტირებული, ხო? ვინ როგორ და ვის გააჩნია ვინ ცოტა გლეხა ხუთით შევსება მაგის. და როგორც ვიცი, სამინისტრო დანიშნა ასევე წარმომადგენლები მუნიციპალიტეტებში იმისთვის, რომ ისინი დაეხმარონ გლეხებს შევსებაში განაცხადების და ასევე რომ მოძებნონ. შესაძლოა არის, მაგრამ მე არ ვიცი. შესაძლოა არის, არ ვიცი. თქვენ რა მუნიციპალიტეტში ცხოვრობთ? მე ქობულეთიდან. მე არა, მე ისე მე ზოგადად ველოდებით არა. მე მაგ პრობლემაზე არ ვარ. თქვენ ამ პროგრამაში არ ხართ? ისე მე ჩანაბარები მაქვს. აჰა. ჩავაბარებ, განაცხადი გავაკეთე. ველოდებით უკვე პასუხს. კაცი ველოდები პასუხს. ჩემ სამეზობლოს უხსნი როგორ და როგორ მოიქცე. დახმარებას უწევ. კარგით, მადლობა. არა.
ასეთი იყო საპროტესტო აქციის მონაწილეების მოთხოვნები. აქ დღეს შეიკრებენ ადამიანები, რომლებიც ცხოვრობენ ბათუმის ნაგავსაყრელის მდებარე ტერიტორიაზე, ცხოვრობენ წლების განმავლობაში და ითხოვენ ამ დროისთვის, რომ გადაეცეთ საკუთრება ის ადგილები, სადაც ისინი ცხოვრობენ, ან რომელიმე სხვა ტერიტორია. მათ შეხვდა აჭარისჯანოსის მინისტრის მოადგილე რამაზ შინჭარაძე, რომელმაც როგორც აქციის მონაწილეები მოყვნენ, დაჰქვიდათ კონკრეტული სოციალური პრობლემების განხილვას და მოგვარებას, მაგრამ ამ ეტაპზე არ განეხილება ამ ადამიანებისათვის საკუთრების გადაცემის საკითხი. ნახოთ, როგორ განვითარდება პროცესი, დარჩით ჩვენს არხზე, რომ მიიღოთ განახლებული და სანდო ინფორმაცია, ჩვენ მოგიყვებით მათ შორის ამ ადამიანების შესახებ. დიდი მადლობა ყურადღებისთვის, ეს ფათმალების ლაივი იყო დროებით.